გარემოსდაცვის მინისტრი რაჭა-ლეჩხუმის რაიონის პრობლემებს ეცნობა. გოგა ხაჯიძემ ამბროლაურის რაიონში რამდენიმე ობიექტზე ნაპირ სამაგრის სამუშაოები დაათვალიერა. მდინარე კრიხულასა და რიონზე აღდგენითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 127,000 ლარი დაიხარჯა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. მინისტრმა ამბროლაურის რაიონში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი განახლებული მეტეოსადგურით დაათვალიერა, რომელიც წლების წინ მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. სადგურში დამონტაჟებული GPS სისტემა მდინარეებში წყლის მატების, ტემპერატურის და მოსალოდნელი ნალექების ზუსტ პროგნოზირებას უზრუნველყოფს. ყოველდღიურად თითო ნაპირ სამაგრის სამუშაო კეთდება, ყოველდღიურად თითო ოჯახის ქონება გადარჩენილი და დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ ცხოვრობენ და მათ ეხებათ ეს ყველაფერი. მისთან ერთად დავათვალიერეთ ეს ძალიანად შესრულებული სამუშაოები და ის ადგილები, სადაც აუცილებელია მომავალშიც რო იქნას გათვალისწინებული კიდევ